საიდან გაჩნდა იდეა სახალხო კონტროლის? გაჭირდებოდა ეგ იდეა საქართველოში საიდან გაჩნდა? არა, კონკრეტულად აი ამ პროექტის და გადაცემის. ანუ რა საჭიროება რო დადგა კი გავიგე და ფაქტია, მაგრამ აი საიდან მოვიდა? აი სათვლის წერტილი რა იყო? მე გეტყვით მაგაზე მე გაგცემთ პასუხს. წლები ვაკეთებდი 2000 წლიდანაა ვარ ამ სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში და სხვადასხვა საინფორმაციოებში ვაკეთებდი სხვადასხვა სიუჟეტებს, თქვათ, აი ბაზარზე, კონკრეტულ ობიექტებზე, სამომხმარებლო სფერო, სადაც იყო ყველგან. და მქონდა ერთ-ერთი შემოთავაზება ერთ-ერთ ტელევიზიიდან, რომელიც მანდამაინც არ მომეწონა წინადადება, მაგრამ საინტერესო იყო თვითონ აი აზრი რო გაჩნდა, რომ აი ეს გადაცემა ხო არ გაგვეკეთებია და ამ დროს მირეკავს ლიზა. ვადნა თქვენთან მინდა შეხვედრა და შევხვდით ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც მე ამოვატრიალეთ. ამოვატრიალეთ რას ნიშნავს? აი რას ნიშნავსა დახურული რაც ქონდათ აი ის სამზარეულოში რაც იყო აბსოლუტურად ყველაფერი გამოვიტანეთ გარეთ. თქვენ გენაცვალეთ პირდაპირ სიმართლე დაიდოს მაგიდაზე. დღეს ყველა სიმართლე. ლიზამ შემომთავაზა რომ ხო არ გავაკეთოთ გადაცემაო და მეც მოუყევი აი როგორ იყო რა იყო რა აზრები მქონდა ლიზამ თავისი გამიზიარა საკმაოდ საინტერესო მიმართულება ქონდა ოღონ აი მე ვთხოვე ლიზას და ძალიან კარგია რომ აი იქედანვე დაგვეწყო ჩვენ აი ერთი აზრის ჩამოყალიბება ძალიან გაგვიმარტივდა აი იქვე მოხდა რომ როდესაც მე უთხარი რომ არა ლიზა არ გვინდა მარტო კვების ობიექტები იყოს ეს მთლიანი სამომხმარებლო სფერო მოეწონა ლიზას ეს აზრი, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია, ჩაძვრა მომხმარებელთა უფლებების დაცვაში და მე უკვე მთლიანად დავიწყე. მარიკა როგორ შემოვიდა? მარიკა ვარ ტელევიზიის, ანუ ვთქვათ, რადიო ტელევიზიის ადამიანი, ტელევიზიონში კები რა, უხეშად რო ვთქვათ და ანუ ერთად მუშაობდით მე და მარიკა. უბრალოდ ეს იყო ზაფხული, იყო შვებულების პერიოდი და ამიტომ მე შევხვდი მადონას მე ველაპარაკე და როგორც ესე თქვათ ჩვენი გუნდის წევრი შემოგვიერთდა მარიკას გამზადებულზე და უკვე ისეთი შეხმატკბილებული ტრიოში იქნა რომ მიუხედავად იმისა რომ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული ზნის და ხასიათისა და მე და მადონა ორივე გურულები ვართ და ძალიან ფეთქებადები ვართ აი ჩვენი რაჭველი მარიკა აი ყოველთვის აი ეს ბრეიქს იძახის და აი თორე აი მიდის როგორი ჭურჭლის მტრევა იცი მაგრამ ზოგჯერ ეს ჩვენი რაჭველი მარიკა რო გაბრაზდება რაღაცაზე ან ჩემზე ან მადონაზე ბუხ რო გამოუშვებს და რო დაგვეტაკება და ორივეს რო მოგცხობს და შენ როგორ იცით რატატა ეს ძალიან საინტერესო ქალბატონი მარიკა ხიდურელი მე ყოველთვის მახსოვს ალბათ მეგობრები დამეთანხმებიან გაწონასწორებული 7 თამუნა გამარჯობა როდის გეცლება ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ მარიკას სერიალის დასაწყისის წარმატების აი პირველი ნაბიჯები იყო მარიკასთან ერთად, იმიტომ რომ ბევრი ინტერვიუ ეს არის რუხი კარდინალი. ანუ აი რომ მომყვება უკან ზურგს უკან მიდგას და არ გამოგჩეს. თქვენ რო გონიათ რომ იადონი და ესეთი ტრედი არის ბულბული. მაგრამ თქვენ საქმეს ეს ჭირდება, ასეთი უნდა იყოს. არაფერი არ რჩება აბსოლუტურად. თუ მე სადღაც გამეში გავერთე? არა, მართლა ძალიან საინტერესოა. მართლა რადიკალურად განსხვავებულები ვართ სამივე. მაგრამ გონია რომ ერთმანეთის გარეშეც ვერ ძლევთ. ხო, ისე ხვდებით ერთმანეთს. კი, უმაგისობად ნამდვილად. იმიტომ რომ საქმეში მეგობრობა მნიშვნელოვანია. არა, როგორ გვიტან მარიკა ეს თქვი, შენ როგორ ნახე როგორ დიპლომატია, არ ამბობს არაფერს. მარტო ერთმანეთთან კი არა, ოჯახებით მეგობრობთ. აი ოჯახებით ვართ. მე აი გიждები ვატოზე, გიждები ლიზას უმაგრესი შვილი ყავს. აი იკუნა ძალიან საყვარელი არის. შვილიშვილები ცხათა შორის ერთ რამეს ვიტყვი ხა და ლიზა მომკლავს. უეჭველი ლიზა შვილიშვილმა არ მოინდომა ლიზა ვადაჭკორიობა და მადონა კოიძე გახდა. მაგაზე მეც მაქვს ერთი ამბავი. მოღალატე მაშო დადის და იძახის მე მადონა კოიძევა და მე გოგო შენ ვისი შვილიშვილი ხარ? ეს იდეა რო გაჩნდა, ამას ხო ბუნებრივია მოყვებოდა მაინც თავისებური კრიტიკა, ხო? და არ შეგაშინათ ამ დაბრკოლებაში. კრიტიკა არა. პოლიციის გამოძახება, ერთხელ თოფით არა, პისტოლეტით თუ რაღა იარაღით გვემუქრებოდა ერთი ადამიანი ერთ-ერთ აი ძალიან ცუდო ობიექტზე ვიყავით, საშინელებაში ვიყავით, ვერ აგიხსნით სად ვიყავით. და უცებ ვიღაცა შემოვარდა ეს კაცი არის, ნუ მთვრალი იყო, ვაღიაროთ.
და აეხლა მე და ესე ჩაიდო ჯიბეში ხელი და ეხლა მე იარაქს ამოვიღებო და გბრიდავთო ყველა და ამ დროს თქვენ მე როგორ იცით აი გავშრი და ვფიქრობ კედელი სად არის რომ მივეყუდე კედელს რა ამ დროს დედის გენი მერთვება ხო და სვანობა მადონა ამ სვანი დროს და გურული. თან მუშაობდა თან პოლიციას გამოვაძახეთ პოლიცია და ეს კატლეტი არ არის კარგად ანუ შემწვარი მაინც და კატლეტს არა ხომ არა უკადახევა არ პოლიცია ვიცი საერთოდ თქვენი ოპერატორები იცით, არა მაქვს. ბრძოლის ხელოვნებასაც უნდა რა ფლობდნენ თქმა უნდა. სადღაც საჭიროა უკვე მე და მარიკა კრივი